აბა ეს ყოფილა რაც ყოფილა. ამიტომ, როდესაც საპატრიარქო ხედავს, აი მე რო ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ხედავდე რომ ჩემი ადვოკატი დააკავეს და პროკურორი აკეთებს განცხადებას, რომ ვაიმე სასწაული რაღაც უბედურება ავიცილა და შემდეგ 3 დღის შემდეგ აკეთებდეს განცხადებას, ვიცით, აი მე ვიჩქარე და ესე არ არის, ხო დავანგრიე ქვეყანა. ხო წავედი და დავჯექი ევროპარლამენტის წიბორკილებით დადებული ადვოკატის უფლებები დაერღვა მეთქი. ეგრე არ ვაკეთებ ხალხო? როგორ შეიძლება ადამიანი სასულიერო პირი გეხვეწებათ რომ მოდით შემხვდით და უპრინციპო პროკურორს რომელიც არის მართლა საშინელება ამ უპრინციპო პრემიერ-მინისტრს რომელიც აკეთებს დაუფიქრებელ განცხადებას ამათი თხოვნი საფუძველზე ამ ადამიანთან არ მიდიხარ ეს არ შეიძლება ბატონებო ეს არის ელემენტარული ადამიანის უფლების ფეხქვეშ გათევა მე მაგალითად ადვოკატებს მინდა მივმართო ზაზა ხატიაშვილი მზად ვარ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე რომელიც 4300 ადვოკატს წარმოადგენს კანონით ამ კაცს დაუდგე თავდებში მე არ მეშინი არაფრის დაუდგები თავდებში მე ვფიქრობ რომ ესევე უნდა გააკეთოს რა ვიცი მე ახალგაზრდა კოლეგები ალბათ დამეთანხმებიან ხალხო როგორ შეიძლება ადამიანი ითხოვს შემხვდითო როდესაც კვლელები ბანდიტები ყაჩაღები ითხოვენ სასულიერო პირების შესვლას მათ აქვთ როგორი ცნობა იცით რამდენი ხანიც უნდა და სასულიერო პირი გეხვეწებათ შემხვდითო და არ ხვდებით ხალხო ეგეთი რამე არ გამიგია იქნება უდანაშაულოა ის კაცი ან იქნება დამნაშავეა და უნდა მოინანიოს თქვენ დალოცვილებო შეხვდით ადამიანს როგორ შეიძლება რომ არ ხვდებით გასაგებია მადლობა ბატონ ზაზა